საინჟინრო შეცდომებისა და ქვანახშირის არარაციონალური მოპოვების გამო ინდოეთის ქალაქ ჟარიაში ადამიანები უკვე საუკუნეზე მეტია მიწისქვეშა ხანძრის ეპიცენტრში ცხოვრობენ. აქ ბავშვების სიცოცხლის რისკის ფასად ტოქსიკური კვამლით დაფარულ ნაპრალებში ქვანახშირს აგროვებენ, რათა ოჯახები შიმშილისგან იხსნან. ეს რეგიონი აპოკალიფსურ კინოდეკორაციას გავს, თუმცა აქაური კატასტროფა სრულიად რეალურია. ყველაფერი 1916 წელს მიწისქვეშა შახტების არასწორი ექსპლუატაციით დაიწყო. იმ პერიოდში ქვანახშირის მოპოვება მიწისქვეშა გვირაბების მეთოდით მიმდინარეობდა. თაღის ჩამონგრევის თავიდან ასაცილებლად საყრდენებად თავად ქვანახშირის სვეტებს ტოვებდნენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს სივრცეები ჰერმეტულად არ დალუქეს, რის გამოც ჟანგბადმა სიღრმეებში შეუფერხებლად შეაღწია. ჰაერთან კონტაქტში შესული ქვანახშირის საყრდენები მომენტალურად თვითაალდა და მთელი მიწისქვეშა სისტემა ცეცხლის ლაბირინთად აქცია, რომელიც საუკუნეზე მეტია დუნედ და უწყვეტად იწვის. მოგვიანებით ღია კარიერულმა მოპოვებამ ნიადაგის ჰერმეტულობა საბოლოოდ დაარღვია, რის შედეგადაც დღეს რეგიონში 70-ზე მეტი აქტიური ხანძრის კერა ფიქსირდება. კოსმოსური თანამგზავრებიდან მიღებული თერმული მონაცემებით ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურა ზოგიერთ წერტილში 70 გრადუს ცელსიუსამდეც კი აღწევს. ეს მიწისქვეშა წვა ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მეთანსა და ტოქსიკურ აირებს გამოყოფს. მათ შორის ყველაზე მომაკვდინებელი ნახშირბადის მონოქსიდია, რამაც უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საფრთხე იმდენად რეალურია, რომ 2017 წელს აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო ხაზიც კი დაიხურა. მიუხედავად ასეთი მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფისა, ჟარია ინდოეთის ეკონომიკისთვის სტრატეგიულად კრიტიკული წერტილია. ეს არის ქვეყანაში კოქსირებადი ქვანახშირის ერთადერთი წყარო, რომელიც ფოლადის მძიმე ინდუსტრიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ეკონომიკური პარადოქსი განაპირობებს იმას, რომ ინდუსტრიული პროგრესი და ადამიანური ყოფა აქ ერთმანეთს უპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა ხანძრები ყოველდღიურად უსარგებლოდ წვავს ტონობით სტრატეგიულ ნედლეულს, ქვანახშირის მაღალი საბაზრო ღირებულების გამო მოპოვება მაინც უწყვეტად გრძელდება. ეს პროცესი კი თავის მხრივ ხელს უწყობს ახალი კერების გაჩენას, რადგან ყოველდღიურად ყოველი ახალი ფენის გახსნისას მიწისქვეშა ქანები ჟანგბადთან ხელახალ ქიმიურ რეაქციაში შედიან. ყველაზე მძიმე კი ამ რეალობის სოციალური ფასია. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურად ტოქსიკურ გარემოში იმყოფება, რაც სასუნთქი გზების მძიმე ქრონიკულ პათოლოგიებს იწვევს, თუმცა ჯანმრთელობის კრიზისს ნიადაგის მოულოდნელი ჩავარდნებიც ემატება. მიწისქვეშა გამოფიტვა ხშირად საცხოვრებელ სახლებსა და მთლიან ინფრასტრუქტურასაც ანადგურებს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება. სამთავრობო დონეზე დამტკიცდა მასშტაბური გენერალური გეგმა, რომელიც უახლოეს წლებში მაღალი რისკის ზონებიდან 15,000-ზე მეტი ოჯახის განსახლებას და ამ პროექტში $700 მილიონი ინვესტირებას ითვალისწინებს. ამ გეგმის აღსრულება დროის საკითხია, თუმცა ჟარია მაინც რჩება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ ეკოლოგიურ კატასტროფად. ეს არის უმძიმესი ეკოლოგიური ფასი, რომელსაც კაცობრიობა საუკუნის წინ დაშვებული ინდუსტრიული შეცდომების გამო დღემდე იხდის.